პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჩემთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მე ვიმყოფები ჩემს ყოფილ მოსწავლესთან, რომელიც დღეს თავის პროფესიაში არის ძალიან წარმატებული. ვფიქრობ, რომ თითოეული წარმატებული ახალგაზრდის უკან დგას ისტორია, რომელიც აუცილებლად უნდა მოისმინო. მასწავლებელი არ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემი, ეს არის ის შთააგონებს. ყველა მოსწავლე არის განსხვავებული, ყველა მოსწავლეს ჭირდება განსაკუთრებული მიდგომები. ჩემ შემთხვევაში თქვენმა ერთმა ქმედება დამაყენა მედიცინის გზაზე. ჩემი მკურნალობის სტომატოლოგიაში დღეს ამ პოდკასტის მიზანი, კონცეფცია სწორედ ეს არის, რომ დავეხმარო ადამიანებს გულწრფელად. ჩემს ოჯახში, სადაც სწავლა პრიორიტეტი იყო სულ ყოველთვის, სტომატოლოგია სრულიად არის მამაჩემის პასუხისმგებლობა. კარგი მასწავლებელი მხოლოდ ინფორმაციით არ ავსებს მოსწავლეს, არამედ ის ინტერესს აღვივებს, რომ თავად იპოვოს გზა. მასწავლებლის შვილობა პრივილეგია არ არის. ხომ შეიძლება ერთხელ მოხდეს და მარიამს დაუწეროთ დაბალი ქულა. როგორ შეიძლება სულ მოსწავლეს ყავდეს 10-10-10? არ შეიძლება, მაგრამ არ მაძლევდი ამის საშუალებას, რომ მე 10-ზე ქვევით დამწერა ქულა, იმიტომ რომ სულ მზად გქონდა გაკვეთილი. შენ აღნიშნე, რომ ეხლაც გენეტიკის ამოცანებს თვალდახუჭული ამოხსნია. სწავლა არ არის მხოლოდ ვალდებულება, ეს არის შესაძლებლობა. არ შეგეშინდეთ შეცდომების, არ შეგეშინდეთ ნელი წინსვლის და არასდროს არ დანებდეთ. მთავარია რომ არ გაჩერდეთ. ნელა იჩქარით. კიდევ უფრო ფართოდ მადლობა ყველა მასწავლებელს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. თქვენი შრომა ხშირად შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ რეალურად თქვენ ქმნით მომავალ თაობებს. გამარჯობა, მე ვარ ექიმი სტომატოლოგი მარიამ ქლიბაძე. ყოველთვის ვცდილობ, რომ პროფესია არ იყოს მხოლოდ ტექნიკური საქმე, არამედ ადამიანთან ემოციური ურთიერთობა. დღეს ჩემი პირველი პოდკასტის სტუმარია ადამიანი, რომელმაც გადამაწყვეტინა მედიცინის გზა, ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი. სწორედ მისი გაკვეთილებიდან მივიღე პირველი ინსპირაცია, რომ მეცხოვრა მეცნიერების, ადამიანების და პროფესიის სიყვარულით. მინდა აუდიტორიამ გაიგოს, როგორ შეიძლება შეცვალოს მთელი გზა და მოტივი მასწავლებელმა და როგორ ყალიბდება მომავალი პროფესიონალი. მარიკუნა მასწავლებელო, მახსოვს თითოეული გაკვეთილი სკოლაში. მახსოვს მულაჟები, რომელიც შემოგქონდათ. ეს იყო პირველი გამოცდილება ადამიანის ორგანოების ნახვის და პირველად ვიგრძენი მასში სილამაზე. ეს იყო ძალიან ამაღელვებელი ჩემთვის. სანამ თქვენს გამოცდილებაზე ვისაუბრებთ, როგორც მასწავლებლის, მინდა თავიდან დავიწყოთ თქვენით როგორც ადამიანით. ხშირად ამბობენ, რომ კარგი მასწავლებელი თავადაც შთაგონებული ადამიანია და ამიტომ ძალიან მაინტერესებს თქვენ ცხოვრებაში ხომ არ ყოფილა ადამიანი, ვინც ბიოლოგიისადმი ან საერთოდ მეცნიერებისადმი სიყვარული გაგიჩინათ. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ჩემთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მე ვიმყოფები ჩემს ყოფილ მოსწავლესთან, რომელიც დღეს თავის პროფესიაში არის ძალიან წარმატებული. ეს შეხვედრა ჩემთვის მხოლოდ პოდკასტი არ არის, ეს არის წარსულის რაღაც ერთგვარი ხიდი, სადაც მახსენდება წარსულსა და აწმყოს შორის ხიდი, სადაც მახსენდება შენი ინტერესი, პატარა ნაბიჯები, რომელიც საბოლოოდ დიდ მიზნებად იქცა. მე ვარ აქ მხოლოდ როგორც პედაგოგი არა, ვარ ადამიანი, კიდე განვეორდები, რომელსაც გულწრფელად უხარია თავისი მოსწავლის წარმატება და ვფიქრობ, რომ თითოეული წარმატებული ახალგაზრდის უკან დგას ისტორია, რომელიც აუცილებლად უნდა მოისმინო. მადლობა მოწვევისთვის და მიხარია რომ ვარ თანაც პირველი სტუმარი შენის და საუბარი, რომელიც შენ როგორც აღნიშნე, შეეხება მასწავლებლის როლს მოსწავლის სწორად პროფესიის არჩევაში. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან ემოციური თემაა და მოკლედ მზად ვარ რომ გიპასუხო კითხვებზე. დავიწყოთ იმით, თუ როგორი იყო თქვენი გზა. როგორ დაიწყო ეს ინტერესი და რა იყო ის პირველი მომენტი, როცა გადაწყვიტეთ, რომ ეს სფერო, თქვენი პროფესია და ცხოვრების ნაწილი უნდა გამხდარიყო.
დიახ, ესეც კარგად აღნიშნე მარიამ, რომ ჩემთვისაც ზუსტი ეს სიტყვები, რომ მასწავლებელი არ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემი, ეს არის ის შთააგონებს და ზუსტადაც ეს შთაგონება ქმნის მერე მომავალს. რა თქმა უნდა, ეხლა რომ ვფიქრობ, ჩემთვისაც პირველი შთაგონების წყარო იყვნენ ჩემი პედაგოგები და განსაკუთრებით ბიოლოგიის პედაგოგი. მახსენდება ეხლაც, რომ იცი კარგად, რომ ყველა საფეხურზე ვასწავლი და პატარები მით უმეტეს აღნიშნავენ, რომ აი მე უნდა გამოვიდე მარიკა მასწავლებელი. ანუ პატარაობიდან იწყება, ესე ვთქვათ, მასწავლებლის მიმართ პატივისცემა, სიყვარული და უკვე საგანი, აი ეს როდესაც იზრდები, კონკრეტული საგანს გაყვარებს პედაგოგი. იმიტომ რომ აი აქ უკვე ჩანს მოსწავლეს და მასწავლებლის შორის ურთიერთპატივისცემა და ამას როდესაც იგრძნობ მოსწავლე, ხო? მასწავლებელიც გიყვარდება, იმიტომ რომ სამართლიანია და პატივისცემასთან ერთად და იწყებ უკვე იმ საგნის განსაკუთრებულად სწავლას. თავიდან ესე იყო ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი, მანულა მასწავლებელი, რომელსაც დღეგრძელობას და ჯანმრთელობას უსურვებ, დღესაც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და მისი გაკვეთილები იყო მეტად საინტერესო იმ მხრივ, რომ მე საერთოდ ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული ცოცხალი ორგანიზმებით, ცოცხალით, რასაც შეეხებოდა და დღესაც ვეუბნები ბავშვებს, როდესაც თქვენ გადიხართ ბუნებაში ხართ, სადაც ხართ, აი ეცადოთ ყველაფერზე დაკვირვება აწარმოოთ. აი ძალიან საინტერესოა ხო გარემო ცოცხალი ორგანიზმები. და ზუსტადაც აი პატარაობიდან ახლა შენ მულაჟები ახსენე, ჩვენ სკოლაშიც ქონდა ყველანაირი რესურსი და აი დღემდე მახსოვს სადღაც მეხუთე კლასში, როდესაც წითელი წიგნი შემოგვიტანა მანანა მასწავლებელმა და ესე გითხრა, რომ აი აქ ეს წიგნი რა არის, რა წერია, აი ძალიან დიდი ინტერესი, იმიტომ რომ ტვირთავდა ყველაფერს იმ სახალისო აქტივობებით, რომელიც თანამედროვე სწავლებაში ახლა ინერგება, აი მე ბავშვობიდან მახსოვს. ნუ ჩემ ამ ინტერესმა და ის რომ ზუსტადაც მასწავლებელი მხოლოდ ცოდნას არ გადასცემს მოსწავლეებს და ის აჩვევს კრიტიკულ აზროვნებას, აი ესეთი გაკვეთილები გქონდა. ყველაზე დიდი წარმატება ჩემთვის კი იყო ის, რომ სკოლაში, როდესაც სკოლა დავამთავრე თუ არა, ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე ბიოლოგიის სპეციალობით. შემდეგ რომ დავასრულე უკვე ეკოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტი დავამთავრე ბიოქიმიკოსის სპეციალობით. მხოლოდ ერთი ადამიანი არ შთაგონებას ქმნის პატარა გავლენები, გარემოებები, როგორიც არის ადამიანები, გარშემო, როგორიც არის, რომელიც გეხმარებიან მე რომ უკვე კონკრეტული გზა აირჩიო. დღეს კიდევ უფრო კარგად ვაცნობიერებ იმასაც, რომ გარემოს მასწავლებლებს და ადამიანს რამხელა წვლილი მიუძღვის სწორად არჩევანში პროფესიის. თქვენი გამოცდილებით, რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი მოსწავლის განვითარებაში, როგორც აკადემიური, ისე პიროვნული მიმართულებით და როგორ ახერხებს მასწავლებელი ამ პასუხისმგებლობის ბალანსს ისე, რომ თითოეულ მოსწავლეს სწორად მოერგოს. მასწავლებლის როლი ძალიან დიდია. ის არ ქმნის მხოლოდ ცოდნას, ის ქმნის ხედვას. სწორად აღნიშნე, რომ ყველა მოსწავლე არის განსხვავებული, ყველა მოსწავლეს ჭირდება განსაკუთრებული მიდგომები და ზუსტად მნიშვნელოვანი არის ბალანსი იპოვო და დაინახო ინდივიდი. მიუდგემას როგორც ერთ განსხვავებულ ინდივიდს და არა ერთ როგორც მთლიან კლასს. კიდევ ვიტყვი იმას, რომ მხოლოდ აკადემიური შედეგი არ არის მოსწავლის განვითარება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოსწავლის ასწავლო აზროვნება, კითხვების დასმა და შემდეგ აი პრობლემების გადაჭრის გზები. მასწავლებელს დიდი როლი აქვს შეიძლება მის ერთ სიტყვას, ერთ ბიძგს შემდეგ მომავალში მოსწავლისთვის.
გახსოვთ თუ არა ისეთი მომენტი თქვენს კარიერაში, როცა რეალურად იგრძენით, რომ თქვენ სიტყვას და ქმედებას შეიძლება ძალიან დიდი გავლენა ჰქონოდა მოსწავლეზე და როგორ იცვლება ამის შემდეგ მასწავლებლის დამოკიდებულება თავის საქმეზე. არის მომენტები, როდესაც ხვდები პედაგოგი, რომ შენმა ერთმა ჟესტმა, სიტყვამ, ქმედებამ მოსწავლეზე და მის მომავალზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. და ამას შეიძლება იმ გაკვეთილზე ან სასკოლო ცხოვრებაში სულაც ვერ გაიგო, მაგრამ წლების შემდეგ იგებ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს პედაგოგს დიდ პასუხისმგებლობას შენს პროფესიაში განიჭებს და გავალდებულებს, რომ მოსწავლეს ყოველთვის მოსწავლის მიმართ გამოიჩინო ინტერესი და ხარი დაუჭირო მის ქმედებებს. ჩემ შემთხვევაში თქვენმა ერთმა ქმედებამ დამაყენა მედიცინის გზაზე რეალურად. მიუხედავად იმისა, აი ამ ყველაფრისა, ხო, თქვენი ქმედებისა, მანამდე მე დავწერე ესე, მინდოდა გამხდარიყავი ექიმი, რომელიც დაეხმარებოდა ადამიანებს. და ზუსტად ჩემი მკურნალობის სტომატოლოგიაში დღეს ამ პოდკასტის მიზანი, კონცეფცია სწორედ ეს არის, რომ დავეხმარო ადამიანებს გულწრფელად. ყოველგვარი სცენარების და რაღაც დიალოგების, რაღაც ანაწყობის გარეშე. თუ მეტეს რომ უკვე დღეს იგებ, რომ აი შემდეგ მეშვიდე კლასში ბავშვობის სურვილი რაც გქონდა, პროფესია, რომელიც გინდოდა რომ აგერჩია, უკვე ეს დღეს გრძელდებოდა ესე წლების განმავლობაში არ შეგიცვლია შენ ეს აზრი. თუმცა მაინც თქვენმა ქმედებამ, არა დაწყებითებში რაც დავწერე, კი ეს მინდოდა, მაგრამ ჩემს ოჯახში, სადაც სწავლა პრიორიტეტი იყო სულ ყოველთვის, ხო? იმიტომ რომ სხვანაირად რაღაც წარმოუდგენელი იყო. ყველასთვის მნიშვნელოვანი იყო ეს განათლება და სწავლა. ძალიან ბევრჯერ დავსჯელო დედაჩემისგან რაღაც საკითხებზე ამ კუთხით. და მე მგონი ყველა თქვენს მოსწავლეს უნდოდა რომ ჰქონოდა მოწესრიგებული კონსპექტი. მე ასე მახსოვს, იმიტომ რომ მახსოვს თქვენი მოსწავლეები კიდევ ვისაც ყველას გვინდოდა რომ აი ეს მაგალითად ძალიან მნიშვნელოვნები წითლად დაგვეწერა, მე მწვანედ ნეიტრალურები რაღაცა ლურჯა და თან ისიც მოწესრიგებული ყოფილიყო. ცოდნა ხო მიგვეღო, ხო, ცოდნა ხო მიგვეღო. კი, ცოდნა ხო მიგვეღო და ძალიან ხასია მომდეთ, მაგრამ აი იქაც მოწესრიგებულად ყოფილიყო ეს ყველაფერი. მედიცინა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ ესე არასდროს არ ვოცნებობდი რომ ექიმი სტომატოლოგი ყოფილიყავი. უფრო მეტად მინდოდა პედიატრია და ალბათ დღეს კარგი პედიატრი ვიქნებოდი, იმიტომ რომ ბავშვები ძალიან მიყვარს. და კიდევ მინდოდა რადიოლოგობა, რაც ვერ შევძელი რაღაც მიზეზების და პრობლემების გამო. მამაჩემ მომითხრა, რომ აი ასე სტომატოლოგი მე მგონი კარგი იქნებოდა, აბა დაფიქრდი და არ დავფიქრებულ ვარ პირდაპირ დაუჯერე, იმიტომ რომ მე ყოველთვის თითქმის ყოველთვის დამჯერი ბავშვი ვიყავი. კარგი გადაწყვეტილება მივიღე. აი ხომ ამბობენ, აი ახალი თაობა ხომ ამბობს, რომ მე ის უნდა გამოვიდე, რაც მე მინდა. მე რომ არ მიყვარდეს, ხო? და მე ჩემ შემთხვევაში მშობლების წვლილი დიდია, ძალიან დიდია. იმაშიც რომ მე ხო შეიძლებოდა რომ უბრალოდ ყოფილიყავი რაღაც სხვა პოსტზე მემუშავა და არ ყოფილიყავი ექიმი სტომატოლოგი, ან არ ყოფილიყავი ექიმი, ვიღაც სხვა ყოფილიყავი პროფესიით, იქაც წარმატებული, მაგრამ არა ასეთი როგორც აქ ვარ, ხო? და ეს დედაჩემის დამსახურება არის, იმიტომ რომ დედაჩემი მეუბნებოდა, შენ რა პროფესიასაც არ უნდა იყო, ის უნდა აკეთო საუკეთესოდ. იმ ცნობილ კლინიკაში, რომელშიც დღეს შენ მუშაობ, ხო? არ ვიცი, ალბათ ხარ მონაპოვარი მათისვისაც, იმიტომ რომ შენ მამაღალი ნათქვამია. იმიტომ რომ შენ შეგიძლია უკეთესი გახდე, მუდმივად ზრუნავ შენ თავზე, მუშაობ და ეს შრომის მოყვარეობა ყოველთვის ფასდება, აი ყოველთვის მარიამ და თუმცა გიყვარს შენი პროფესია და მთავარი კიდევ კი, შემიყვარდა. აი ამით დავიწყე რომ ბავშვებს ახლა თუ ვინმეს აქვს ის ჭიდილი საკუთარ, ну, რა თქმა უნდა, ასწენილი არ უნდა ყოფილიყოს. ეხლა მე რომ მდომოდა იურიდიული ან ეკონომიური, ხო, ასწენილი ვიქნებოდი და შეიძლება მეც აღარ ყოფილიყავი ამ გზაზე ექიმის, მაგრამ ექიმობა რადგან მინდოდა და აი ამ მიმართულების არჩევაში უბრალოდ მამაჩემი გავითვალისწინე, ძალიან ბედნიერი ვარ. დასაწყისში ვახსენე, რომ კარგი მასწავლებელი ყვება დიდებული შთააგონებს. თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენთვის რას ნიშნავს რეალურად დიდებული მასწავლებელი? კარგი მასწავლებელი არის, ვინც მოსწავლეს
უქმნის უსაფრთხო გარემო, სადაც შეცდომების დაშვების არ ეშინია მოსწავლეს, აძლევს არა პასუხებს, არამედ კითხვების დასმის საშუალებას, ასწავლის, როგორ დასვას სწორად კითხვა და იპოვოს მერე სწორი პასუხი. როგორც აღნიშნე, კარგი მასწავლებელი მხოლოდ ინფორმაციით არ ავსებს მოსწავლეს, არამედ ის ინტერესს აღვივებს, რომ თავად იპოვოს გზა. თუ შევადარებთ თქვენს გამოცდილებას წარსულში და დღევანდელ რეალობას შორის. როგორ შეიცვალა მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა, გახდა უფრო ახლო თუ პირიქით უფრო დისტანციური. იმიტომ რომ მე სანამ დაიწყებდით და გამცემდით პასუხს, გეტყვით რომ ყველა მასწავლებელი, ვინც სკოლაში გვასწავლიდა, მე დავამთავრე ქალაქ ბოლნისში ნომერ მე-5 საჯარო სკოლა, ყველა ძალიან მიყვარდა. შენ ხარ ისე თქვათ თანამედროვე სწავლების ბავშვი, აი ჩემს ბავშვობაში თუ გადავალ უკვე დღევანდელს ურთიერთობას თუ შევადრებ მასწავლეს და მოსწავლეს შორის, აი მკვეთრად შეცვლილია, უფრო თავისუფალი გახდა ეს ურთიერთობები და უფრო ლაღები არიან ბავშვები მასწავლებლის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს მასწავებლიდან მოდის პირველ რიგში, რომ ის ცდილობს მოსწავლის მიმართ რაღაცა შიშზე არ იყოს დაფუძნებული ეს სწავლება და არ იყოს რაღაც ისეთი, რომელიც თქვათ მოსწავლეს ინტერესს დააკარგვინებს საქმის მიმართ. უფრო ახლანდელი ურთიერთობებში კიდე ძალიან ჭარბად შემოვიდეს ტექნოლოგიები და თითქოს ვამბობთ, რომ რაღაც დაიკარგა ის ცოცხალი ურთიერთობები, მაგრამ არა, ესეც არ არის. თუ ყველაფერს თავის დოზით და საჭიროებას გამოვიყენებთ, ეს უკეთესიც არის. ეს საშუალებები ჩვენ არ გვქონდა, ეხლა როგორც ეხლა ტექნოლოგიები ახლა ასე ჭარბად. კიდევ ის რომ ეს სულ ვამბობ, რომ მასწავლებელი არ უნდა იყოს რაღაცა არ უნდა ცდილობდეს, რომ რაღაცა ისეთი უნდა ქონდეს ავტორიტეტი, რა თქმა უნდა არსებობდეს ესეც ზღვარი მოსწავლეს და მასწავლებელს შორის რაღაცა დონის და თლად მეგობრულიც არ შეიძლება იყოს. მეგობრული უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ მეგობრული არა, არ ვიწყდებოდეს მასწავლებელს, რომ ის ზრუნავს მოსწავლის განათლებაზე და განვითარებაზე. თქვენ გქონდათ ამის ბალანსი? აი, მე ვგრძნობდი რომ იყავით მეგობრული, მაგრამ თან კაც, იმიტომ რომ იცი რა მახსოვს ბოდიში ჩაგეჭერით, რომ თან მიყვარდით ძალიან და თან ძალიან რაღაცნაირად თითქოს დაძაბული ვიყავი, რომ რაღაც არ შემშლოდა. ხო, აი ანუ რაღაცა, მაგრამ ბალანსს ვიჭერდი, იმიტომ რომ თქვენ გქონდათ ბალანსი. აუცილებელია. არ უნდა იყოს ეს ჭარბად ის, რომ მოსწავლეს შიში გაუჩნდეს, ამას არ ვემხრობი საგნის და მასწავლებლის მიმართ, მაგრამ აუცილებელია, რომ იყოს ის ზღვარი, რომელიც მხოლოდ მეგობრობა კი არ, მეგობრობაში კი არ გადაიზარდოს ეს და ახლობრივი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ აი იმ ზღვარის დაცვა მოსწავლე-მასწავლებელს შორის ნიშნულოვანია. ეს ზუსტად ეს არის, რომ მოსწავლეს ყოველთვის სჭირდება მხარდაჭერა, გაგება და მხოლოდ შეფასება არა და დისციპლინა. ხო. ახლა მინდა გკითხოთ ასეთი რაღაც, რომ როცა მოსწავლე წლების შემდეგ პროფესიულ წარმატებას აღწევს. როგორ აფასებთ თქვენ ამ შედეგს მასწავლებლის თვალით? რამდენად არის ეს თქვენი მუშაობის გაგრძელება და რამდენად არის მოსწავლის პირადი ძალისხმევის შედეგი? ძალიან ნიშნულოვანია მასწავლებლისთვის და ამაყიხა, როდესაც შენი ყოფილი მოსწავლე წარმატებას აღწევს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მასწავლებლის შრომა არ არის, ეს არის ერთობლივი პროცესი მასწავლებელს და მოსწავლეს შორის, მაგრამ მოსწავლის უფრო მეტი შრომის მოყვარეობით ხდება მისნის მიღწევა. ძალიან ნიშნულოვანია, აი ფაქტიურად არის მასწავლებლისთვის დიდი ჯილდო, რომ შრომამ, აი ამ დიდმა შრომამ, შთაგონებამ და მისმა სწორად დასახულმა მიზანმა უკვე შედეგი გამოიღო და ის ხდება წარმატებული. ეს არის, არ ვიცი, განსაკუთრებულად ამაღელვებელი ვიტყვი ამას და
მით უმეტეს აი დღეს როდესაც ეს ერთად ვზივარ ჩემთვის არის კიდე განმეორდები ამაღელვებელი, იმიტომ რომ ეს მოსწავლე თავის განვლილ გზას გიზიარებს ასე, რომელმაც ეს ნაბიჯ წარმატებებს თავის შრომის მოყვარეობით ამას მუდმივად ხაზ გაუსმევ, მიაღწია. რეალურად პრივილეგიაზე როცა ვსაუბრობთ, მასწავლებლის შვილობა პრივილეგია არ არის. ერთადერთი პრივილეგია არის ის, რომ დედა გყავს გვერდით და თუ დედას ხარ მიკედლებული, ცოტა დედას აკამდე, როგორც მაგალითად მე ვიყავი დედაჩემზე, მხოლოდ ეს იყო პრივილეგია, რომ დედაჩემი დაცულად გრძნობს თავს და აი დანარჩენი ჩემს შემთხვევაში, აი სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩემთვის ხო არ ყოფილა, იმიტომ რომ ალბათ მე რომ არ ყოფილიყავი მასწავლებლის შვილი, ამდენ რაღაცებს არ გადავივლიდი, რაც გადავიარე, იყო იქ რაღაც პატარა წყენები, ქარცეცხლები. აი ეს ყველაფერი, ეხლა მე რასაც ვაკეთებ, არის პასუხი. რომ მე იმიტომ კი არ მქონდა რაიმე უპირატესი ნიშანი ან ტესტში კარგი შედეგი, იმიტომ რომ ვშრომობდი. მე გავიხსენებ, მე უთხარი შენს დედიკოს, ანუ თეას მოვიკითხავ. რომ აი ხომ შეიძლება ერთხელ მოხდეს და მარიამს დაუწერო დაბალი ქულა. როგორ შეიძლება სულ მოსწავლეს ყავდეს 10-10-10. არ შეიძლება, მაგრამ არ მაძლევდი ამის საშუალებას, რომ მე 10 ექვევით დამწერა ქულა, იმიტომ რომ სულ მზად გქონდა გაკვეთილი. მიუხედავად იმისა, რომ არის მასწავლებელი, რომ წინა დღეს რომ გამოკითხავს მოსწავლეს მომდევნოზეც, ანუ მომდევნო გაკვეთილზეც, კიდევ ვკითხავ, რომ არ ეგონოს მას, რომ აი დღეს ხომ მკითხავ მასწავლებელმა, ხვალ არ გამომკითხავს. აი ხო შეიძლება ესეთ რაღაც ჩასაფრებული ვიყავი, მაგრამ ვერა. მაგრამ ამ დროს ვიყავი ამაყი, იმიტომ რომ შენ თანაკლასელები ხედავდნენ ამ ყველაფერს, რომ ეს ქულა ნამდვილად იმსახურებდი, რასაც იღებდი ჩემ გაკვეთილს. ძალიან მიყვარდა, ანუ აი გულწრფელად რა, კარგია რომ ესე მოხდა, კარგია რაც მოხდა და როგორც მოხდა, თუმცა მინდა რომ მივმართო იმ მოსწავლეებს, რომლის მშობლებიც არიან მასწავლებლები და ასეთი ძალიან ბევრია, რომ გაგაძლიერებთ. აი ერთი წუთით არ დაგაბრკოლებთ, გაგაძლიერებთ, უფრო მეტად გაგაძლიერებთ, უფრო მოგცემთ იმის мотиваციას, რომ წარმატებულები გახდეთ. მასწავლებლობა საკმაოდ დიდი ემოციური, ფსიქოლოგიური დატვირთვის პროფესია. ეს ამას ვხედავდი მე დილიდან საღამომდე რეჟიმში, დედაჩემისგან და ამას ვხედავ ახლა მე ჩემი დედამთილისგან, რომ არის საკმაოდ დიდი დატვირთვის პროფესია და თქვენი გამოცდილებით რა არის ის ყველაზე რთული გამოწვევა, რასაც ამ პროფესიაში აწყდებით, იქნება ეს სისტემური ფაქტორები, ადამიანური ურთიერთობები თუ პასუხისმგებლობის სიმძიმე. ხო, აქ ვიტყვი, რომ რთულია პასუხისმგებლობა არა მარტო ცოდნაზე, არამედ მოსწავლეებზე. რომ ყველა მოსწავლე არის განსხვავებული, თავისი სოციალური გარემოც, ოჯახებში ყველას აქვს განსხვავებული. ზოგიერთის ძალიან, როდესაც სკოლაში მოდის, უკვე მას ოჯახში რაღაცა რთული პრობლემა აქვს, თქვათ, და ეს ბავშვი უკვე არის სკოლაში დათრგუნული, რაღაც ისეთი მოსული, აი პასუხისმგებლობა დიდი ჩდება ამ დროს მასწავლებლის, იმიტომ რომ ყველა მოსწავლეს და ამას, როდესაც სახში პრობლემები აქვს, მოსწავლე ავლენს ხოლმე რთულ ქცევებში, ანუ უფრო ცდილობს რაღაცა დაიფაროს ეს მისი, თქვათ, ტრამვა, რომელიც ოჯახიდან მოყვება და ავლენს ხოლმე რაღაცა უხეშ ქცევებში. და ცდილობს რომ რაღაცა ასეთი ქცევით დაიმკვიდროს თავი. და როდესაც ამას მასწავლებელი ცდილობ რომ გვერდში დაუდგე, შეისწავლო მისი თუნდაც ოჯახური მდგომარეობა და ეს მიდგომა მის მიმართ, ცოტა თბილი, უფრო თბილი სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, მისი პრობლემები გაიზიარო, ეს მნიშვნელოვანია. აი მახსენდება უწმინდესის სიტყვები, რომ ესეთი, ასე ვთქვათ, მასწავლებლებს დაგვიტოვა
ეს ანდერძათ რომ ეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ რთულად ახსაზრდელ ბავშვებს, რადგან ზუსტად ასეთი ადამიანები და ნიბადებიან მე გენიოსები ან ცნობილი დამნაშავეები, მაგრამ თუ ის კარგი ამღსდელის ხელში მოხდება, მისი ცხოვრების გზა უკვე მნიშვნელოვნად იცვლება. თუ არა და სამწუხაროდ ისინი ყალიბდებიან უკვე დამნაშავეებად. დიახ, აი თუ მასწავლებელი ზუსტად ბავშვს, რომელსაც აი ეს ქცევები აქვს, აუცილებლად მიზეზი უნდა გაიგოს, საიდან მოდის მისი ქცევა და ეს რა თქმა უნდა განსხვავებულ დამოკიდებულებას საჭიროებს მასწავლებლისგან ამ მოსწავლეს. ეს რთულია, საკმაოდ რთულია, ძალიან გრძნობიარია და ემოციურია ეს ყველაფერი და მაგრამ მასწავლებლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ სკოლის იქით მოსწავლისთვის, რომ ის სწორ პიროვნებად ჩამოყალიბდეს და საზოგადოებისთვის იყოს სრულფასოვანი წევრი. და ასეთი სირთულის ფონზე როგორ ახერხებთ სტაბილურობას და სტაბილურობის და მოტივაციის შენარჩუნებას? პროფესიული სტაბილურობა. აი, თქვი კიდეც, რომ ყველა მოსწავლეს იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ახლა რომ შემოვიდეთ თქვენს გაკვეთილზე, ზუსტად ისეთი ენთუზიაზმით უხსნით რომელიმე ორგანოს დეტალურად. კიდევ ერთხელ მარიამ და აი ვცდილობ დიახ, რომ ეს თითოეულ გაკვეთილი იყოს ძალიან დატვირთული ესეთი საინტერესო აქტივობებით, რომელიც მოსწავლეებში, თქვათ, მხოლოდ ყურადღებას კონკრეტულ საკითხზე გაამახვილებს, რაც არის საგაკვეთილო. და მათ არ ექნებათ ის დრო, რომ ზედმეტად თქვათ, რაიმე სხვა რამით დაკავდნენ, გაერთოთ და ამას საგანიც გვაძლევს ჩვენ ბიოლოგიის პედაგოგებს შესაძლებლობას, რომ ძალიან დიდი ინტერესი იჩენენ. შენ აღნიშნე, რომ ეხლაც გენეტიკის ამოცანებს თვალდახუტული ამოხსნიო. იმდენად საინტერესოა ეს თემები მე-19-12 კლასებთან, რომ აი თვითონ რომლებიც ამბობენ, რომ ბიოლოგია ხომ არის, რომ ზოგიერთი მოსწავლე და უმეტესობა უკვე ახარისხებს საკნებს, რომ რაც ჭირდება უმაღლესში რომ ჩააბარონ. მე-9 კლასის ზევით ცდილობენ იქ უფრო კარგად ისწავლონ ის საგნები და გამოიჩინონ მეტი ყურადღება. მაგრამ ბევრისგან რომ ესმის ეს ჩემთვის არ ვიცი, აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ბიოლოგია და მეცნიერი და ექიმიკი არ უნდა გამოვიდე მას, მაგრამ რა საინტერესოა მართლაც ეს ნიშნები, როგორ გადმოდის დედიდან, მამიდან და ეს არის თემა, რომელიც აინტერესებთ ხოლმე აი უფროს კლასელებს. და ეს რა თქმა უნდა უკვე საინტერესო ხდება გაკვეთილი და ეს შენარჩუნება იმ პროცესის, რასაც ქვია ყურადღება, რასაც ქვია ჩართულობა არ გვიჭერს. და ბოლოს მინდა გკითხოთ, დღეს თუ ერთ მთავარ გზავნილს დაუტოვებდით საქართველოს ყველა მოსწავლეს. როგორც თქვენი ბიოლოგიის სწავლების გამოცდილებიდან, ისე ზოგადად ცხოვრების ხედვიდან გამომდინარე, რა იქნებოდა ის მთავარი გაკვეთილი, ან პრინციპი, რომელიც თქვენი აზრით შეიძლება ზოგისთვის გადამწყვეტი და გარდამტეხიც კი იყოს მათ ცხოვრებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა მოსწავლეებს უთხრა არის ის, რომ სწავლა არ არის მხოლოდ ვალდებულება, ეს არის შესაძლებლობა. დღეს კონკრეტული საკითხი შეიძლება რთულად მიაჩნიათ, ან ინტერესს არ იჩენენ და ამბობენ, რომ რაში ჭირდებათ ამის ცოდნა. მაგრამ ჯერა რა ცხოვრებაში მათ შემდეგ ეს გამოადგებათ და მიხვდებიან, რომ რა მნიშვნელოვანი იყო სასკოლო პერიოდში ამ ცოდნის მიღება. და რაც მთავარია, თავის უნდა ჯეროდეთ, რადგან მათი მომავალი და წარმატება დამოკიდებულია მათ შრომაზე. ჩემი აზრით, მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ ახლა რასაც სწავლობენ, მხოლოდ გაკვეთილი ან დროის ხარჯვა არ არის. ეს არის მათი მომავლის საფუძველი. შეიძლება დღეს ყველაფერი რთულად ეჩვენებათ, შეიძლება ზოგჯერ ძალიან დაღლილობიც არიან, იქ მშობლების წეხისგან, იქ სადღაც აქტივობაზე იყვნენ და ფიზიკურად არიან დაღლილები, მაგრამ მინდა
სულ იმაზე იფიქრონ, რომ სწორედ ამ პროცესში ყალიბდებიან. აი ამ დაღლის პროცესში, რომ მაინც შრომობენ, უყალიბდებათ მათი ხასიათი, უყალიბდებათ აზროვნება და რაც ყველაზე მთავარია გზა. არ უნდა შეეშინდეთ ნელი წინსვლის ფიზიკურად ამ 12 წელში. სწრაფად ვერაფერს ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ იქ შენი რაღაც ვალდებულებები გაქვს. მთავარია რომ არ გაჩერდნენ. აი, ჩემი აზრით ეს სამი პრინციპი არის, რაც ყველა მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, რომ არ შეგეშინდეთ შეცდომების, არ შეგეშინდეთ ნელი წინსვლის და არასდროს არ დანებდეთ. მთავარია რომ არ გაჩერდეთ. ნელა იჩქარით. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ჩემი აზრით, საკუთარი თავის რწმენა უნდა ჰქონდეთ. თითოეული მათგანის შესაძლებლობამ ერთ დღეს არა მხოლოდ მათი, არამედ სხვისი ცხოვრებაც შეიძლება რომ შეცვალონ თავიანთი პროფესიის მიმართულებით. დიახ, შრომის მოყვარება ამართლებს მიცანს. დღეს კიდევ ერთხელ ამას სულ ყოველთვის ვამბობდი, თქვენთან მსჯელობის შემდეგ კიდევ ერთხელ დავინახე, რომ სკოლა და მასწავლებელი მხოლოდ ცოდნის გადაცემის ადგილი არ არის. ეს არის სივრცე, სადაც ყალიბდება ჩვენი დამოკიდებულება ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. მე მარიამ ქლიბაძე, როგორც ექიმი და როგორც ყოფილი მოსწავლე, დღეს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ჩემს ყველა მასწავლებელს, იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს და კიდევ უფრო ფართოდ მადლობა ყველა მასწავლებელს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. თქვენი შრომა ხშირად შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ რეალურად თქვენ ქმნით მომავალ თაობებს. ჩემი პოდკასტი არის პროფესიული პლატფორმა, სადაც მედიცინა და ყოველდღიური ცხოვრება ერთ სივრცეში ერთიანდება. დღეს, როდესაც ინფორმაციის რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური მედია ყოველდღურად გვთავაზობს ათასობით რჩევას. საზოგადოებისთვის სულ უფრო რთული ხდება გარკვევა, სად გადის ზღვარი სიმართლესა და მცდარ წარმოდგენებს შორის. მითები და რეალობა ერთმანეთში ირევა, ხოლო გადაწყვეტილებები ხშირად ეფუძნება არასრულ ან არაზუსტ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ, როგორც ექიმი, ვალდებულად ვთვლი თავს. შევქმნა სივრცე, სადაც ჯანმრთელობაზე საუბარი ეფუძნება მტკიცებულებებს, პროფესიულ გამოცდილებას და სიზუსტეს. თითოეული ეპიზოდი აგებულია ექსპერტულ დიალოგზე, სხვადასხვა პროფილის ექიმები, თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები, რთული თემების გასაგებად გადმოცემა და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოიყენება. ჩემი მიზანია შევქმნა სანდო კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმს შორის, სადაც ინფორმაცია არის ფილტრირებული, გადამოწმებული და სანდო, ხოლო ჯანმრთელობაზე ზრუნვა გააზრებული არჩევანი თქვენი მხრიდან. ინფორმაციის ეპოქაში ყველაზე დიდი ძალა არის არა ის, რაც გვესმის, არამედ ის, რაც სწორად გვესმის. თუ გინდა თავი დააღწიო ინფორმაციის ქაოსს და მიიღო სანდო პროფესიული გასაგებით ცოდნა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, გამომიწერე. ეს არის სივრცე, სადაც სიმართლე ჯანმრთელობის შესახებ სრული სიზუსტით ისმის.